ბავშვთა შიმშილობის პრობლემაზე ელაპარაკა სწავლის დაწყების დღეს ირაკლი კუპრაძემ. ლელო ძლიერი საქართველოსა და პარტია გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატმა განცხადება 51 სკოლასთან გააკეთა. მისი განცხადებით ბავშვთა შიმშილობაზე ოცნების ხელისუფლება არ რეაგირებს. კუპრაძის განმარტებით სრულად შესაძლებელია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან სკოლებში უფასო კვებისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყოს. ეს ყველა კვლევის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას განიცდის მწვავე შიმშილს, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე და ამაზე პასუხი სახელმწიფოს ფიზიკურად არ გააჩნია. მათ არაინტერესებთ ბავშვთა შიმშილი, სადაც ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ და სრულიად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და თბილისში მცხოვრები 200,000 მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.